ამ ვიდეოში გავარკვევთ თუ რატო ჩამოიყვანეს ამდენი Subaru X საქართველოში, მართლა ასეთი კარგია თუ არა ეს ავტომობილი და რა მინუსები და რა პლუსები აქვს. მანამდე აუცილებლად ჩემი არხი გამოიწერეთ, დააჭერეთ ზარის ღილაკს, რომ არ გამოგრჩით შემდეგი ვიდეოები, დაწერეთ დებილობა კომენტარები, იმიტომ რომ ამ ვიდეოშიც მომგებიანი კომენტარი იქნება. შეიძლება 50 ლიტრის საწვავი მოიგოთ კონექტისგან. სავარაუდოდ ბევრს გეცოდინებათ, რომ Subaru X არის იგივე Subaru Impreza, ოღონდ უფრო მაღალზე შეყენებული, ანუ ამაღლებული, კლირენსი აქვს დაახლოებით 220, რაც იმას გვეუბნება, რომ შეიძლება ეს მანქანა SUV-ით ჩავთვალოთ, იმიტომ რომ თუ ავიღებთ Jeep Renegade, Toyota RAV4 და ასე შემდეგ, მათ აქვს დაახლოებით 200-210 კლირენსი და ამ მანქანას აქვს 220. საკმაოდ მაღალი გამავლობის ავტომობილი არის. ახლა რომ ვილაპარაკოთ ვიზუალზე, ეს ავტომობილი არის 2015 წლიანი, 2015 წელს ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი SUV, რაც გამოვიდა. კი, ნამდვილად კარგად გამოიყურება. თუმცა ამის ვიზუალი დაახლოებით რამდენი წელია გასული, ვინც გამოთვალოთ? 11 წელია, ხო? 11 წლის შემდეგაც კი ეს მანქანა ნამდვილად კარგად გამოიყურება. აი ესეთი ვიზუალი აქვს, რა შიგნით ჩაჯდომა რო აგეკითხებოდა. სხვათა შორის, იმდენად გაამართლა ამ ავტომობილის ვიზუალმა, რომ შემდეგი თაობა X-ების თითქმის იგივეა დიზაინში, ანუ დიდად არაფრით არ განსხვავდება, პატარ-პატარა რაღაცა დეტალები აქვს შეცვლილი და აი მცოდნე მაგით თუ გაარჩევს, თორე არამცოდნე რო შეხედავს, იფიქრებს, რომ ეს ხო ის მანქანაა. ანუ ზუსტად ამას იტყვის. რაც შეეხება უკან მხარეს, უკან გვაქვს მანიშნებელი იმის, რომ ეს ავტომობილი არის X-wy Crosstrek. ევროპული ბაზისთვის სხვა სახელი აქვს, ამერიკული ბაზისთვის სხვა სახელი აქვს. ეს ავტომობილი არის all-wheel drive და გვაქვს პატარა მანიშნებლები, თურისთვის შეიძლება გამოიყენო Subaru X-wy. შეგიძლია რომ შენი 4 ფეხა მეგობარი ატარო, ასევე წახვიდე როგორც ნაოსნობაში, ისე მთაში. ფოტოგრაფებისთვის არის ყველაზე კარგი, აი აგერ არის. რომ ბევრი აპარატურა ვისაც აქვს სათრევი, შეგიძლია რომ შეაგდო ბევრი აპარატურა, საკმაოდ ტევადია. მაგაზე გადავიდეთ უკვე რამდენად ტევადია ეს ავტომობილი. საბარგულში ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდი ადგილია, აქ თავისუფლად დაეტევა მოზრდილი ჩემოდები. გარდა ამისა, ჩვენ თუ გადავწევთ აი ამ უკანა სავარძლებს, აქ აქვს სპეციალური დამცავი, ნუ ეს რა თქმა უნდა არ არის ქართული ავტომარკეტია, მაგრამ იყიდება Subaru-ს სპეციალური სცენი, შეგიძლია დაამაგრო, გადაწიო და უკვე დიდი ზომის ტვირთები შეგიძლია რომ გადაიტანო ამ ავტომობილით. რაც ძალიან კარგია. ასევე ყველაზე მაგარი რა არის, იცი? ჩემი აზრით, შეგიძლია რომ ესენი გადაწიო, აქ რაღაცა ლეიბიან რბილი რამე შეაგდო და როდესაც ხარ ბუნებაში კემპინგზე, ესე დაწვევით დაიძინებ ვარსკვლავის ფონზე. გადავიდეთ უკვე ინტერიერის დიზაინზე. ინტერიერის დიზაინს რაც შეეხება 2015 წლისთვის, ჩემი აზრით, ამ ავტომობილში ძალიან კარგი დიზაინი შემოგთავაზებს. იმ დროისთვის ძალიან ნორმალური იყო ეს ყველაფერი, მით უმეტეს Subaru ბიუჯეტური ავტომობილი არის, არ არის ის რომ რაღაცა ძვირადღირებული, როგორც Mercedes აქვს თავისი რაღაცა განხრები, რომ ძვირადღირებული ავტომობილები მოდელები ყავს ან BMW-ს. ანუ Subaru ყოველთვის ადამიანებს თავაზობს ხელმისაწვდომ ავტომობილებს. შესაბამისად, ხელმისაწვდომობის ფონზე საკმაოდ კარგად არის ყველაფერი მოთავსებული ამ ავტომობილში. ხოლო რაც შეეხება მატერიალების ხარისხს, ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ აქ იდეალური არის რამე გამოყენებული, ყველგან პლასმასია გამოყენებული აბსოლუტურად და საკმაოდ უხეში პლასმასია, არ არის რბილი და ასე შემდეგ. თუმცა უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტი, რომ არის აშკარად ძალიან გამძლე, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, 11 წელი ეს ყველაფერი აი ასე რომ გაძლებს, ეს იმას ნიშნავს, რომ გამძლე მასალები არის გამოყენებული. სავარძლები არ უნდა დამოვიწყოს აუცილებლად, იმიტომ რომ ამ ავტომობილში ერთ-ერთი ძალიან კარგი სავარძლებია გამოყენებული. პირველ რიგში რაც მომწონს არის ის, რომ ნაჭრის არის და საერთოდ არ არის საჭირო ტყავის სავარძლები ესეთ ავტომობილში, პირიქით ძალიან თავის ტკივილია, იმიტომ რომ ზაფხულში ახურებულ მანქანაში ტყავის სავარძლებში რო ჩაჯდები გეკრობაზეთ, შიდა მხარეს რაღაცნაირი უხეში ნაჭერია, თუმცა ეს კარგია იმისთვის, რომ გრილია მუდმივად, გვერდზე უფრო რბილი ნაჭრებია გამოყენებული და რაც ყველაზე მთავარია, სავარძლის ჯდომა ცოტა მოსპორტული არის, ანუ არ არის რომ რაღაცა ტაბურეტკაზე ხარ. საკმაოდ კარგად იმეორებს სხეულის ფორმებს. გვერდზე თითქოს ბალიშებივითაც აქვს ეს გვერდები ამოწეული და მოსახვევებშიც ძალიან კარგია. მოკლედ, ამ ავტომობილში სავარძლები არის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირებულება. აქ გვაქვს გამოყენებული დეშბორდი, რომელიც მხოლოდ უმაღლეს კომპლექტაციაში არის. და აი ესეთი დეშბორდი არის გამოყენებული. და ასევე გვაქვს აი ესეთი მულტიმედია, რომელიც არის touch-ი. ვერ გეტყვით რომ იდეალურად მუშაობს მეთქი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავმეორდები იმ ბიუჯეტში, რა ბიუჯეტისაც არის ეს ავტომობილი, მაგის ფონზე ძალიან კარგია. ხოლო რაც შეეხება ტევადობას, მე პირადად ძალიან კარგად ვზივარ მძღოლის ადგილას, ძალიან დიდი ადგილია. შეგვიძლია რომ საჭე ვარეგულიროთ და ეგეც ძალიან კომფორტულია. დათოთ ძალიან კარგად ვზის მგზავრის ადგილას, ჩვენ ორს შორის მანძილი საკმაოდ დიდია, ანუ ერთმანეთთან ასე ვთქვათ, ამ სიცხეში ჩახუტებულები არ ვსხედვართ და კომფორტულად ვართ. ხოლო უკანაც სხვათა შორის საკმაოდ დიდი ადგილია, ანუ დათო საკმაოდ კარგად ეტევა. წავედით ახლა გავიარეთ. რა ვისაუბროთ ახლა მართვის მანერაზე. სხვათა შორის
ამ ავტომობილს ეტყობა, რომ Subaru Impreza არის. იმიტომ რომ ძალიან კარგად დგას გზაზე, საერთოდ არ ირწევა, ზედმეტ მოძრაობებს არ აკეთებს. თითქოს აქ იმპრეზას რაღაც პატარ-პატარა მოსპორტულო ხასიათები, რა თქმა უნდა, სპორტულობა არ იგრძნობა იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი ავტომობილია, მაგრამ მისი სიმაღლის ფონზე რო ასე კარგად დადის, მან დეტყობა ეგ ყველაფერი რა. ქალაქში საკმაოდ კომფორტულია ამ ავტომობილით გადაადგილება და უნდა აღნიშნოთ უკვე ძრავის მოცულობა. ძრავის მოცულობა არის 2-დან 0, ბოქსერის ტიპის ძრავი, რომელიც გამოიმუშავებს 150 ცხენის ძალას და დაახლოებით 196 ნიუტონ-მეტრს. ნუ სიმძლავრე შეიძლება ითქვას, რომ აკლია, თუმცა საკმაოდ სხარტი ტექნოლოგიაა მისი ძრავი და გადაცემათა კოლოფიც. გადაცემათა კოლოფი არის სივიტი, რომელიც არის ერთსიჩქარიანი, ასე ვთქვათ და ცეფზე მუშაობს და აი ძალიან ფიცხი და სხარტი გაზის პედალია. დააჭერთ უალ რა დაბალი სიჩქარე და სხარტად იღებს რა. აი ხო, ვარიატორის დამსახურება ეგ ყველაფერი. გმადლობთ დავით ნიცობეც. თუმცა მინუსებზეც ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ უკვე ლაპარაკი. საკმაოდ ბრაგუნა არის, მოდი აღვნიშნოთ, რომ ეს ავტომობილი ცოტა ბრაგუნა არის. ხმის იზოლაციები არც თუ ისე კარგი აქვს. და თუმცა ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ ბიუჯეტური ავტომობილია და ისეთ რაღაცეებზე აქვს ყურადღება მიქცეული, რაც ყოველდღიურობაში უფრო გჭირდება. როგორც აღვნიშნე, უკვე არის პრემიუმ პაკეტი ეს ავტომობილი და აქვს ყველა შესაძლო თავდაცვის სისტემა, რაც კი შეიძლება რომ ავტომობილს ჰქონდეს. მაგალითად, ზოლების კონტროლი, ანუ ზოლიდან ზოლში რომ გაგაფრთხილოს, როდესაც სიმციმის გარეშე გადადიხარ. საჭეზეც გაძლევს სიგნალს და წრეპინებს ავტომობილი. ასევე შეჯახების საწინააღმდეგო სენსორი. თუ შენს და წინ ავტომობილს შორის მანძილი ძალიან მცირდება და შენ მუხრუც არ ხმარობ, ავტომობილი თავისით ატორმოზებს. არ ვიცი ამაზე მეტი რა უნდა გქონდეს ასეთ ბიუჯეტურ ავტომობილს. ანუ იდეალური არის ყოველდღიური გადაადგილებისთვის. მართლა მეც ვერაფერს ვერ ჩაგიდებინდა ნამფასში. საჭეზე საკმაოდ ბევრი ღილაკია გამოტანილი, თითქმის ყველაფრის მართა შეგიძლია აქედან დაწყებული კრუიზ კონტროლიდან, ხმის აწევა, დაწევა და მსგავსი რაღაცეები და ასევე გვაქვს შიფტერები გადმოტანილი საჭეზე. როდესაც ერთსიჩქარიანი ავტომობილი შიფტერები რა გვინდა, არ ვიცი, მაგრამ შეგიძლია გადაიდანო S-ში და ნახო როგორ მუშაობს. ამოვიტანოთ. სიჩქარეების იმიტაციას აკეთებს. იმიტაციას მიკეთებს უბრალოდ მატყუებს? აჰა. ეს არის შეიძლება ვითომ გადმოიდანო მეორეში? ანუ ამას ხო რეალურად არ აკეთებს, მატყუებს უბრალოდ. ანუ ცები დაყავს ისე გუშინ ასაც იხსნა და გოლაფის მუშაობის დროს რომ ანუ ჭიმავს ისე შესაბამისად რომ ვითომ სიჩქარეებშია. ანუ შენ ვერ ხვდები ხოლმე. ძალიან მაგარია მართლა. ნუ ხო. მაგარია. ანუ ვის რა შეჭირდება? არ ვიცი, ანუ აი მაგიტომ ვერ ხვდები რატო არის მაგარი, იმიტომ რომ ვერ ხვდები ვის რა შეჭირდება, მაგრამ ოკეი, კაი. რახან აქვს იყოს. ვარიატორი გადაცემით. ანუ რამე ხო არ დაგვაკლეს. კალოდგები გაქვს შესაძლოა. ჩვენ ახლა დაკლია კალოდგები. რამე ხო არ დაგვაკლეს, ანუ პირიქით რაღაც დაგვიმატეს, რომელიც შეიძლება საერთოდ არ გვჭირდება, მაგრამ ნუ დაამატეს რა. რაც შეეხება დარჩენს, კი შეიძლება პრემიუმ პაკეტი არის, მაგრამ ამ ავტომობილში არ გვაქვს ელექტრონული სავარძლები, გვაქვს ხელით რეგულირებადი სავარძლები, რაც შემთთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ანუ ის უფრო პრობლემაა ხოლმე, რა ოთხს რო აქვს წინა ვიდეოში რო ვთქვი, რომ გზავრის სავარძელი ზემოთ და ქვემოთ არ ადის და ჩადის. ანუ ეგ უფრო დიდი პრობლემაა ჩემთვის, ვიდრე ის რომ ხელით არის და მექანიკურია. ანუ საერთოდ არ მიქნის მე ეგ პრობლემას პირადად. გვაქვს ისეთი მარტივი რაღაცები, როგორც არის კლიმატ კონტროლი და დამატებით რაც შეიძლება რომ იყოს, არის სავარძლების გათხოვა, რაც ზამთარში ძალიან კომფორტული არის, მით უმეტეს ნაჭრეს სავარძლებზე კარგად თბილად ჩაჯდება. სხვადასხვა ეს მოდელები არსებობს კიდე ხიდების მართვით. სხვათა შორის მე მახსოვს, რომ ჩვენ რო ვიყავით გასული ლინკენ-კოთი შეჯიბრზე, ოფროუდ შეჯიბრზე, იქ იყო Subaru X-ვეთი გამოსული ტიპი, რომელიც საკმაოდ კარგად დადიოდა. ანუ ტიპზე არ ვიცი არაფერს, მანქანა დადიოდა საკმაოდ კარგად. ხა ტიპი არ ვიცი რა გაკეთებდა, მაგრამ მანქანა საკმაოდ კარგად დადიოდა გზობაში. ერთი რაღაცის თქმა დამოვიწყდა, ამ ავტომობილს აქვს ასევე უკანა ხედვის კამერა. დიდად რო გითხრათ, ვაიმე ძალიან კარგი გამოსახულება აქვს და იდეალურად მუშაობს თუ არა, მაგრამ ნუ აქვს რა, გაჭირვების ჟამს გამოიყენებ და გამოგადგება. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ მაღალი არის ეს ავტომობილი, ასევე აქვს Subaru-ს all-wheel drive სისტემა, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამავლობის მქონე ავტომობილია, იმიტომ რომ პირველ რიგში Subaru გამოირჩევა გამავლობით და მეორე რიგში უკვე მაღალია. ანუ ორი რაღაცა, ხო, და მსუბუქია. და სხვათა შორის აი ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც ხშირად უწევს უგზოობაზე სიარული, ან უყვარს
ჰაიკინგი, მთაში სიარული და ასეთ რაღაცები ძალიან ხშირად იყენებენ ამ ავტომობილს, იმიტომ რომ პირველ რიგში ბიუჯეტურია, იაფად ყიდულობ, მაგარი გამოვლობა გაქვს, კომფორტულია და რო გადავიდეთ უკვე მის პრობლემაზე და მალფუჭებადობაზე, საკმაოდ ბიუჯეტური შესანახია ასევე. დიდად პრობლემებით არ გამოირჩევა, რო თქვა, აი მაგალითად ამის პრობლემა გაქვს, არა აქვს მსგავსი რაღაცები და რაც უფუჭდება, ყველაფერს მარტივად და იაფად შოულობ. ერთადერთი რა ინფორმაციაც მივიღე მედათოსგან, იქიდან გამომდინარე, რომ სივიტი კოლოფია და ცეპზე მუშაობს, ხშირად ჭირდება ზეთის შეცვლა კოლოფს. ხოლო რამდენ სწოვს ეს მანქანა? ამ მანქანის წვა დაახლოებით ქალაქში არის 9-დან 10 ლიტრამდე, რაც დამერწმუნებით, რომ საკმაოდ კარგია დღევანდელი მონაცემებით და მით უმეტეს ამ სიმაღლე მანქანისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ეკონომიური SUV არის. და რაც შეეხება მის კონკურენტებს, პირველი რომელიც მახსენდება არის Hyundai Tucson, იგივე iX35, რომელიც სხვა შორის დეიდაჩემს ყავს და მაგ მანქანის ხშირი მართვის გამოცდილება მაქვს და რაც უნდა აღვნიშნო, ისიც კარგი მანქანაა, ისიც გამძლე მანქანაა ნამდვილად და თითქმის ერთი და იგივე ტიპები არიან, მაგრამ ამ ავტომობილს ბევრად კარგი დგომა აქვს გზაზე, ბევრად კარგად იმართება და უფრო მოქნელიც არის. ის ბევრს ქანაობს, რაღაცნაირი რწევები აქვს, რაც არასასიამოვნოა მგზავრისთვის და მოკლედ ხმის იზოლაციების და რაღაცა ის უფრო ბრაგუნაა დაჟე ამაზე რა. ანუ ეს ბევრად კაი ტიპია, მაინც Subaru-ს შეკრულობა უფრო იგრძნობა ამაში და მაგის ხარჯზე უფრო კაი ტიპი ჩანს ეს მანქანა, ვიდრე ის. ხოლო აი უკვე გადავედით ჩვენ ცუდ გზაზე. აი ამ გზისთვის არის ეს ავტომობილი, იმიტომ რომ შეიძლება გაუყარო და ძალიან მარტივად არ მოერიდო ის რბილადიული, აი არანაირი დისკომფორტი. ეხლა დავდივარ დაახლოებით 40-ით და აი არანაირი დისკომფორტი არ მაქვს. უბრალოდ ეხლა ამ მანქანას დიდ იმას ვერ მოთხოვ, დიდ ოფროუდს ვერ მოთხოვ და ისეთ ოფროუდს ვერ მოთხოვ, რომ აი როგორც მაგალითად შევარდება Forerunner-ი ან რაღაცა ეგეთი მანქანა, ეგეთ გამოვლობას ვერ მოთხოვ, მაგრამ საკმაოდ კარგად ივლის რთულ გზებს. საშუალოდ რთულ გზებს. არსად არ დაგტოვებს და კომფორტულად იმგზავრებ. ეხლა ეს პრიუსი რო არ შევკვადრო და ჩვენ რიხინით ავიდოდით. ქალაქში ასეულოდაც რა თქმა უნდა უფრო ყოველთვის სედანს და პატარა მანქანას მომჭობინებ, მაგრამ ვისაც ხშირად უწევს გასვლა და უყვარს თავგადასავლები, მაშინ იმისთვის ქალაქისთვისაც და ქალაქგარეთაც ძალიან მაგარი არჩევანია Subaru XV. მით უმეტეს ამ ფასში. სხვა შორის მაინტერესებს ახალი XV-ები როგორი არის, რა გაუმჯობესეს. ვიზუალურად დიდად არაფერი არ შეცვალეს და მაინტერესებს ტექნოლოგიურად რა გაუმჯობესდა. საბოლოოდ რო შევაჯამოთ, შეიძლება ითქვას, რომ Subaru XV თავისი ფასის კატეგორიაში არის ერთ-ერთი იდეალური ვარიანტი, რომელიც აუცილებლად უნდა იყიდო, თუ გჭირდება ასეთი ტიპის ავტომობილი. იმიტომ რომ პირველ რიგში არის გამძლე, მეორე რომ არის Subaru და მისი სიარულის მანერა და სტილი აქვს და მესამე რომ არის ხელმისაწვდომი და მიგიყვანს ყველგან სადაც დაგჭირდება. ეს ავტომობილი ასევე იყიდება, მაგის გამო არ გადამიღია ასეთი კარგი ვიდეო ამ ავტომობილზე, მაგრამ ბარემ ვიტყვი რომ იყიდება ვინმეს თუ გაინტერესებთ, აღწერაში დავტოვებ MyAutos links და შეგიძლიათ დაურეკოთ და ნახოთ. არ დაგავიწყოთ რომ ჩემი არხი უნდა გამოიწეროთ, ზარისხილაკი გააქტიუროთ, დაალაიქოთ და წეროთ დებილობა კომენტარი რომ მოიგოთ 50 ლიტრის საწვავი Connect-ისგან. ასევე დამიწერეთ კიდე რა ავტომობილი გადავიღოთ, აი ასეთ სტილში, რომელზე გაინტერესებთ, რისი ყიდვა ღირს თუ არა.